ალო იესო ქრისტე ზეღთისაო შემიწყალი მეცოდვილი ქისობერო ქაცულო გიხალოდე მიმადრებულო მალია უფალი ჩვენთანა კუთხელ ხაზრეთსა კუთხელ ხან აყოფი მუსიკა შენისა რამე ჩვენ გვისმენთ სულწა ძევრის პანსიონში ოლიგოფრენიით, შიზოფრენიით და ეპილეფსიით დაავადებულები ცხოვრობენ. ისინი 24 საათის მანძილზე ფსიქიატრისა და მომვლელების მეთვალყურეობას საჭიროებენ. მაგათ აქვთ სხვადასხვა დაავადებები. 5 შიზოფრენიით დაავადებულია, 7 ეპილეფსიანი ყავს, მედიკამენტები ჩვენ ყოველთვის გვაქვს, რაც გვჭირდება და ეძლევათ საჭიროების დამიხედვით. ქრონიკებს მუდმივად ეძლებათ დანიშნულება. ჩვენ კუპირებას უკეთებთ მათ აგრესიას და უკვე აღარ არიან მე, იმიტომ ავართ ჩვენ აქ, რომ აღარ იყვნენ საშიშნი. ძევრის პანსიონზე სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშიც არის ყურადღება გამახვილებული. მონიტორინგის ჯგუფი ამ დაწესებულების ტერიტორიის დაუცველობაზე აკეთებს აქცენტს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ხანდაზმულთა და მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა მომსახურების სააგენტოს რეკომენდაციით მიმართავს, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში მოხდეს დამცავი მესერის აშენება. დანგრეული ღობის გამო ბენეფიციარები დაწესებულების ეზოს უპრობლემოდ ტოვებენ. მიმდინარე წლის აგვისტოში ერთ-ერთი მობინადრე პანსიონიდან გაიქცა, მდინარე ძევრულაში გადახტა და დაიხრჩო. ომბუდსმენის ანგარიშის მონიტორინგის შემდეგ მათი საცხოვრებელი პირობები შედარებით გაუმჯობესდა. თუ ადრე შეშის ღუმელებით თბებოდნენ, ახლა შენობაში გათბობის სისტემაა დამონტაჟებული. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 250.000 ლარი დაიხარჯა. საკვებით, ტანსაცმლითა და მედიკამენტებით პანსიონს სპეციალური სააგენტო ამარაგებს, თუმცა ეზოს დამცავის ხუდის აშენება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. შენობა თვითონ კორპუსი პირველი საცხოვრებელი კორპუსი იყო მძიმე მდგომარეობაში და 2009 წელს მთავრობის დახმარებით და მინისტრის დახმარებით გარემონტდა ეს შენობა და შეიცვალა იმედარი, თლიანად შეიცვალა თეთრეული და თურმე ბენეფიციარისთვის არის საჭირო თითქმის ყველაფერი. დაფინანსება ჩვენ როგორც ასეთი არ გვაქვს, უბრალოდ ჩვენ ვაკეთებთ წლის დასაწყისში განაცხადს თუ რა გვჭირდებათ მიახლოებით წლის განმავლობაში და ისინი აკეთებენ, აცხადებენ ტენდერებს და დაფინანსება მოდის საკვები პროდუქტები იქნება თუ ჩასაცმელი იქნება თუ მედიკამენტები მოდის ცენტრალიზებულად. კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც უფლებათა დამცველები საუბრობენ ძევრის პანსიონში, ქალებისა და მამაკაცების ერთად ცხოვრებაა. ბოლო 3 წლის მანძილზე აქ რამდენიმე ბავშვიც გაჩნდა. ახალშობილები ზესტაფონის ბავშვთა სახლში გადაყავთ. ხელმძღვანელობის განცხადებით, იმ პაციენტების შვილები, რომლებსაც თანდაყოლილი ოლიგოფრენია არ ჭირთ, ჯანმრთელები არიან. უკვე 3 წელიწადია მუშაობ, დაახლოებით უკვე 3 ბავშვი დაიბადა და ერთ ახლა ველოდებით, რომელიც დედა გადაყვანილი ყავს ქუთაისის დედათა და ბავშვთა ცენტრში, დედათა და ბავშვთა ცენტრში, ჯერ გამოსაკვლევად სამკურნალოდ ასე ვთქვათ, ყველა კონსულტაცია გავლილი აქვს თერჯოლის რაიონ განყოფილებაში, სამშობიარო განყოფილებაში და ისინი არიან დაზღვეულები, სახელმწიფომ დააზღვია და როგორც ჩვეულებრივი მოქალაქეები გადიან კონსულტაციებს, ისე გადიან ისინი. პანსიონის მცხოვრებლებს ძირითადი პრობლემების გარდა სხვა დაავადებებიც აწუხებთ. მათი მკურნალობა ხშირ შემთხვევაში ადგილზე ხდება. ხა ცისტიტებიც ძალიან ბევრია, ჰიპერტონიკებიც მყავს და პნევმონიებია კიდე ხშირად, იმიტომ რომ ამათ ხა არ ესმით, კარგად რომ არ გიჯერებენ, უფრო სწორად შეუძლიათ წვიმაში დილიდან საღამომდე იყონ და უნდა შემოიყვანო, ხა ამათ მომლელები ასრულებენ ამ მოვალეობას, მაგრამ რომ დაასველ და მე ეს იწვევს თავისთავად გაციებები ძალიან ხშირია. მედიკამენტების მიხედვით პრობლემა არ მაქვს, რაც დაუშვათ გადაღებასთანაა დაკავშირებული, თუ ეს ეხოსკოპია მჭირდება რაიონულ საავადმყოფოში გადაგყავს და დანარჩენი ხა კუპირებას ვახდენთ ყველაფრისას ადგილზე. ხო თამაშობთ ხომე, ხო ვიქცევთ ხომე, აქ ვახანებენ ხომე, დაგვაჯინებენ იმаше, სკამში, ჩუდათ რო ხვდებით ხომე, იმ თუთი კაპლი შემოაქვთ ხომე და გვალევნებენ ხომე. წამლები მოაქვთ? წამლები კი. წამლები მოაქვთ ხომე. წამლებსაც გვალევნებენ ხომე, ჩუდათ რო ხვდებით ხომე, ხო, გვაცმევენ და თერჯულაში დავყავათ ხომე ექიმთან. მე ვარ ფოთელი და მე მინდა რომ მოკითხვა გადავცე ჩემიანებს. ჩემ შვილს, დედა ჩემს, ჩემ დას და ჩემ დიშვილებს ყველას.
კიდევ ერთი პრობლემა, აქ მცხოვრებ ბენეფიციარებს 2005 წლიდან პენსია შეუწყვიტეს. ახლად მიღებული კანონის თანახმად თანხების გაცემა მიმდინარე წელს დაიწყება. ზოგი მათგანი პენსიას მეურვეს გადასცემს, ზოგი კი თავად გამოიყენებს. Amor